მე მივეცი ჩემს ქვეყანაში მშვიდობას ხმა, ჩემი ქალაქის სწრაფგანვითარებას მივეცი ხმა და მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება ხალხს. გუნდი, რომელსაც შესწევს უნარი დაგეგმოს, აშენოს და წარმართოს ქვეყანაში პროცესები ისე, რომ ჩვენს მოსახლეობას გაუხარდეს. ასე რომ ჩვენი გუნდი პოლიტიკური არის, რომელიც მოსახლეობა აკეთებს აქცენტს, სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს და ჩვენ გვაქვს უნარი, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მუნიციპალიტეტებში მშვიდობიანად ვაწარმოოთ განვითარების პროცესები. ამის საფუძველს მაძლევს მე მოსახლეობაში არსებული განწყობები, არჩევანი მარტივია ჩვენსა და სხვებს შორის და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი არის უალტერნატივო, რომელიც დღეს თვითმმართველობის არჩევნებზე მთელ საქართველოში გავიმარჯვებთ. მე წინასწარ ვუხდი ადამიანებს მადლობას, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც დღეს გააკეთებენ არჩევანს და ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მე მათ ნდობას საქმით დავამტკიცებ და გავამართლებ. ბატონ დავით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმის მთვლელ აპარატებს ზევიდან დაამატა მუყაო. თუ გაქვთ ინფორმაცია, რისთვის არის ეს შემუშავებული და ზუგდიდში სტარდებოდა ჩვენს მუნიციპალიტეტში ზუგდიდში ბატონ დავით. და როდესაც სტარდებოდა საპარლამენტო არჩევნები, ეს არ იყო გათვალისწინებული. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში ქართულ ოცნებას ხარი დაუჭირა 1,100,000 ადამიანმა. ასე რომ ჩვენ ვართ ხალხის არჩეული ხელისუფლება, ჩვენ ვატარებთ მშვიდობიან კონკურენტულ გარემოში საარჩევნო პროცესებს, მსგავსი შემთხვევები არ დაფიქსირებულა, ეს არის დეზინფორმაცია, მოიძიეთ სხვა წყაროები, ობიექტური წყაროები და შესაბამის დასკვნებს გააკეთებთ. მე ვაშუქებდი ბატონო დავით საპარლამენტო არჩევნების დროს, რომ ბიულეტენები ჟონავდა და მე საერთოდ სულ სხვა კითხვა დაგიძვით, რა არის ეს ატრიბუტია? თქვენი ტელევიზია არის მიკერძოვებული ტელევიზია. ჩაიხედეთ რეში, ვინ არის თქვენი ტელევიზიის დამფუძნებელი და შესაბამის დასკვნებს გააკეთებთ. ასე რომ ჩვენ ვაშენებთ კი ბატონო, ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, ჩვენ ვემსახურებდით მოსახლეობას, ჩვენ გვაქვს საქართველოში ვართ ერთადერთი პოლიტიკური მოძრაობა, რომელსაც გააჩნია კონკრეტული ხედვა, კონკრეტული გეგმა, კონკრეტული საარჩევნო პროგრამა. ჩვენს გარდა არც ერთ პოლიტიკურ მოძრაობას არ გააჩნია განვითარების გეგმა. მე პირადად გამაჩნია ჩვენს ქალაქში განვითარების გეგმა, ჩვენ გვაქვს კარგი კრედიტი ისტორია მოსახლეობაში, ჩვენ გავაკეთეთ ჩვენს მუნიციპალიტეტებში უამრავი საქმე ჩვენი ხელისუფლების პერიოდში. ეს ეთყობა ყველა სოფელს, ქალაქის ყველა უბანს აბსოლუტურად და მათ შორის ჩემს სოფელსაც, სადაც უამრავი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებია. რაც შეეხება გზას და წყალს, თქვენ იცით რომ თქვენი ხელისუფლების პერიოდში ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ, თქვენ დამფუძნებლებში ჩაიხედეთ, ვინც არიან თქვენი ტელევიზიის დამფუძნებლები. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ჩვენ გადმოვიბარეთ თქვენგან განადგურებული ზუგდიდი და ჩვენ დღეს 13 წელი რასაც ვაკეთებდით, მოგიყვებით, უბრალოდ ჩაჭრების გარეშე გააშუქეთ, გთხოვთ ძალიან და საზოგადოებას მიაწოდეთ ობიექტური და სწორი ინფორმაცია. ჩვენს ქალაქში არ არსებობდა არც ერთი სოციალური პროექტი, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი. ნებისმიერი სოფელი შემიძლია დავიაროთ ლაივ რეჟიმში და მოსახლეობასთან კითხოთ მოსახლეობას, რა გავაკეთეთ, ჩვენ რა გავაკეთეთ, თქვენს სადაც პოტენციურად თქვენი ამოწმებლებიც იქნებიან ალბათ. კარგი საარჩევნო განწყობაა ზუგდიდში, სამართლიანად. მადლობა საარჩევნო. წამოდით დავიაროთ სოფლები. თქვენი ხელისუფლება, კიდევ ერთხელ გამეორდები, თქვენი ხელისუფლების პერიოდში ჩემს ქალაქში, ზუგდიდში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, არც ერთი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი არ განხორციელებულა. ჩვენს პერიოდში ჩვენ განვახორციელეთ უამრავი ისეთი პროექტი, რომლითაც დღეს ზუგდიდელები ამაყობენ და მეც ვამაყობ ამ პროექტებით, სამედიცინო ობიექტებიდან დაწყებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით აბსოლუტურად 58 სოფელში სოფლის ცენტრამდე დამაკავშირებელი გზები, მათ შორის სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები და მათ შორის სოფლიდან ქალაქამდე დამაკავშირებელი გზები ჩვენ მოვაწესრიგეთ. ასევე ინტერმუნიციპალური გზები, ხობი-ზუგდიდი, ჩხოროწყუ-ზუგდიდი, წალენჯიხა-ზუგდიდი არც ერთი არ არსებობდა და დღეს გვაქვს ნამდვილად ევროპული სტანდარტის ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა დარჩენილია გამოწვევები, რომელსაც ჩვენ ჩემი მომავალი მერობის პერიოდში აუცილებლად
აუცილებლად განვახორციელებთ და გარწმუნებთ, რომ ჩვენი პრიორიტეტი გაეცანით ჩვენ საარჩევნო პროგრამას, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ შეჩვეული, არ ხართ იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, რომელიც 9 წლის განმავლობაში ჰქონდათ 9 წლის თუ შეიძლება მადროვეთ და მეც მოგისმენთ ანალოგიურად. თქვენ ხართ იმ გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ ანტისახელმწიფოებრივად განწყობილები, თქვენ ხართ ფორმულის წარმომადგენელი, ფორმულა არის კეზერაშვილის ადამიანმა, რომელმაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებული კარგად ჩაიხედეთ, ვინ დგანან თქვენს უკან, ვინ არიან თქვენი დამფუძნებლები და იმ ასევე მოგიწოდებთ, რომ დაიხედოთ სახელფასო ბარათზე, ვინ გიხდით ხელფასს. ასე რომ თქვენ ხართ თელმა საზოგადოებამ, საქართველოს მოსახლეობამ მიცის ტევ პირველი, რომელიც ფინანსდება ჯგუფის მიერ, რომელმაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განვითარების პროექტი, ყველაზე დიდი პროექტი ანაკლიის სპორტი 6 წლის განმავლობაში გააჩერა. მოსახლეობას კითხეთ და გეტყვით, რამდენი ადამიანია დასაქმებული, ვინ არის დასაქმებული, რა სამუშაოები წარმოებს, თქვენ არ გინდათ, რომ ობიექტური ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდოთ. ასე რომ ჩაიხედეთ, თქვენ ხართ ორგანიზაცია, რომელსაც აფინანსებს ადამიანი, რომელსაც საერთაშორისო ორმა არბიტრაჟმა ლონდონში და ნიუ-იორკში დააკისრა ქართველი ერის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმა, რომელიც თქვენ გადაიხადეთ და თქვენ ანაკლიაში გარდა იმისა, რომ ქვიშა დაყარეთ, რომელიც მოსახლეობას უშლიდა ნერვებს და ცხოვრებას. ამის მეტი არაფერი გაგიკეთებია. ასე რომ ვისაუბროთ განვითარებაზე და არა დესტრუქციულ ზრახვებზე, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ. ვერაფერსაც ვერ მიაღწევთ. მე მინდა ქართველ საზოგადოებას მივმართო. 4 ოქტომბერი დღეს არის გამარჯვების დღე. დღეს ვიზეიმებთ ქართველი ხალხის მეათე გამარჯვებას და ეს გამარჯვება მოუტან ჩვენ ცერს განვითარებას და აღმშენებლობას. ასე რომ ჩვენ გვაქვს გეგმა შემომთავაზეთ პოლიტიკური მოძრაობა, არც ერთ პოლიტიკურ მოძრაობას დებატები ჩემთვის არ შემოუთავაზებია, ვინაიდან ისინი არიან ხელმოცარულები, მათ არ გააჩნიათ კონკრეტული განვითარების გეგმა, ჩვენ გვიყვარს ზუგდიდი და ჩვენ ვემსახურებით ზუგდიდელებს. მე გავხდები ზუგდიდის მერი და ზუგდიდელების მერი, რომელიც აპირებს, რომ ეს ქალაქი აშენოს და გახადოს ისეთი საამაყო და ისეთი გამორჩეული მთელ საქართველოში, რომლითაც თითოეული ჩვენთაგანი ვიამაყებ. წარმატებებს უსურვებ ჩვენს ქალაქს. მადლობა. ასე რომ